ჩემი შვილი ნარგადამოკიდებული იყო, რომლის გაყინული სხეული გუშინ წინ მივაბარე გაყინულ მიწას. იტყვით რაღაც დროს ვიდეოს ჩაწერა. ამ ვიდეოს ავწერ ჩემი შვილისთვის. ამ ვიდეოს ვწერ იმისთვის, რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მოვახმარ იმას, რომ არც ერთმა დედა არა ყველას ვერ შევძლებ. რამოდენიმე დედა მაინც არ განიცადოს ის უსაზღვრო ტკივილი, რომელსაც მე განვიცდი და ტირილიც კი არ შემიძლია. ეს ვიდეო მართლა არ ეხება გიორგის, მაგრამ მაინც მინდა რამოდენიმე სიტყვა გითხრათ გიორგის. გიორგიმ საუბარი 6 თვის ასაკში დაიწყო. 2 წლის იყო, როდესაც ნახევარ-ქათამას ზღაპარი თავისი წაიკითხა თავიდან ბოლომდე. 5 წლის ასაკში დახურა 4 კლასი. უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო. ბავშვობაში იყო, როგორც ამბობენ ხოლმე, ვუნდერკინდი. მერეც არ გავუშვიმე ისრაელში ისე ვიდრე სალიცენზიო გამოცდას არ ჩააბარებდა, იყო ლიცენზირებული რეანიმატოლოგ ანესთეზიოლოგი. ბოლოს მე მთელი 1 წელი მეცადინეობდი ესპანურს და 1 თვე ჩაუჭდა მხოლოდ და ჩემზე უკეთესად ლაპარაკობდა, წერდა და უცებ ისწავლა ესე. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ყველაფერს ფლანგავდა, იქნებ რამე მომიცნო. ამ ხელოვანიშთან ერთად იყო უსუსური ადამიანი, რომელიც ვერავის ვერ ეტყოდა არას. მე არ მახსოვს რამეზე მაგას არა ეთქვას, არა მხოლოდ თავისი მეგობრებისთვის, არამედ ჩემთვისაც. დიდი ნიჭი, როდესაც ადამიანს აქვს, ის ამავე დროს უმეტეს შემთხვევაში ძალიან სუსტია, როგორი ძლიერიც და მაჩქუბარაც არ უნდა ჩანდეს. თავისმა სისუსტე, ნებისყოფის ნაკლებობა და თავისმა უუნარობამ ეთქვა სიტყვა არა დაღუპა. ასევე დავღუპე მე. მე ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება და მე არ აღმოჩნდი მის გვერდით მაშინ, როდესაც ის კვდებოდა. სხვა რა ვთქვა. მის მკვლელებზე შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით. არა მხოლოდ მის მკვლელებს, არამედ ყველა ბარიკას, ვისაც მივწვდები ვეუბნები. თქვენი ადგილი არ არის მზის ქვეშ. თქვენ ყველანი გისოსებს მიღმა უნდა იყოთ და მე ყველაფერს გავაკეთებ, რამდენსაც შევძლებ ამისათვის. და რატომღაც ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი ჩემო მეგობრებო, განსაკუთრებით მათი, ვისაც აღარ ყავს თავისი შვილი წამლის გამო და ვინც ებრძვით თქვენ შვილებში ამ უსაშიმლეს სენს. ახლა მით დავამთავრებ.